მოდი დავიწყოთ მეგობარი აქტით. მეგობარი აქტის პროცედურებით და მათ შორის იმის, რას უნდა ველოდოთ ამ კუთხით ვაშინგტონი და რა სიახლეებს. ჩვენ ვიცით, რომ დღეს უკვე გვიან, ამერიკის დროით უნდა დაიწყოს ამ აქტის განხილვა. რა პროცედურები უნდა გაეროს ამ აქტმა და სად შეიძლება მაშინ მათ შორის უნდა ველოდოთ თუ რაღაც ტიპის ცვლილებებს. მოდი დავიწყოთ მეგობარი აქტით. აი ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც უნდა მიიღოს ქვედა პალატამ უახლოეს პერიოდში. შემდეგ ეს მიღებული კანონი უნდა დაამტკიცოს ზედა პალატამ, სენატმა და შემდეგ ის მოხდება ამერიკის პრეზიდენტის მაგიდაზე, სადაც მან უნდა ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. რაც უნდა ვთქვათ, პირველი არის ის, რომ დაჩქარებულად ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ არ ველოდით, ყოველ შემთხვევაში ვინც იცნობს ამერიკულ ბიუროკრატიას და რამდენი დრო ჭირდება ხოლმე კანონპროექტის მიღებას, არავინ არ ელოდა, რომ მოხდებოდა დაჩქარება. უპრეცედენტო არ არის, მაგრამ ესეც არის გზავნილი ქართული ოცნებისადმი. ალბათ დავაზუსტოთ, რომ მის დაჩქარება მოხდა, ამას წყვეტს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი. მას დიდი უფლებამოსილება აქვს ამ კუთხით, ხო და სპიკერი მათ შორის არის პოლიტიკური ელიტის უკიდურეს სათავეში. შესაბამისად, მის ჩართულობაც ჩანს ამ დაჩქარებაში. რა თქმა უნდა და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სპიკერი საკმაოდ რეიგანისტი არის, საკუთარი საგარეო პოლიტიკური შეხედულებებით. ზუსტად ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ჩამოაყალიბა მშვიდობა ძალის მეშვეობით თეზისი, რომელიც ჯერ კიდევ რეიგანთან ხდება, მაგრამ შემდეგ მოხდა მისი თავიდან განახლება და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ასევე გლობალური პოლიტიკას არ უნდა დავივიწყოთ, რომ შეერთებულმა შტატებმა მიატოვა ის თავისი მცდელობა რუსეთს და უკრაინას შორის მედიატორი ყოფილიყო და უფრო მეტად დაუჭირა მხარი უკრაინას. ანუ ეს ყველაფერი გლობალურად მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, ირიბად არის დაკავშირებული ამ კანონმდებლობის გააქტიურებასთან. თუ ჩვენ შევხედავთ, ვინ დგას, მოდი ასე ვთქვათ, აღწეროთ მათ შორის რა ჯგუფები არიან დაინტერესებული საქართველოს საკითხებით ვაშინგტონში, ხო? სენატს 100 წევრი ყავს, 450 ყავს წარმომადგენელთა პალატას, ხო? აქედან ყველა ხო არ არის საერთაშორისო თემებზე მომუშავე. მათ შორის უმრავლესობა არის შიდა თემებზე მომუშავე. საერთაშორისო თემებზე მომუშავეებიდან დიდი ნაწილი მუშაობს სამხრეთ ამერიკის საკითხებზე, ხო? თქვა აზიის საკითხებზე. აი საქართველოს საკითხებზე მომუშავე ხალხი რომ შემოვსაზღვროთ მათ შორის და ამ ხალხთან ვინ არის ჩართული აი ამ კანონპროექტის მომზადებაში. ხო, სრული მოცვა გვაქვს თუ არა ამ კუთხით? რა თქმა უნდა, სრული ორპარტიული მოცვა გვაქვს, როგორც რიში, ასევე ჯინშაჰინი, ორივე მათგანი საუბარი არის ზედა პალატაზე, მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს. ჩვენ გვაქვს ჰელსინკის კომისია, რომელიც ყველაზე აქტიურად არის ჩართული ევროპის კონტინენტზე მიმდინარე მოვლენებში და ჩვენ გვყავს სხვა კონგრესმენები და სენატორები, რომლებიც შეიძლება არ ჩანან, მაგრამ არიან ამ კანონპროექტის კოსპონსორები, მაგალითად კოენი, ჰადსონი, ვიზი და სხვები. ყველა მათგანი შეიძლება ზოგი ნამყოფი არის საქართველოში, ზოგი არ არის, მაგრამ მათ იციან რა ხდება საქართველოში. ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ქართული ოცნება ხო ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ თითქოს ეს არის რაღაც deep state-ის და სხვა სიგიჟეების გამოვლენა, მაგრამ რეალურად ვინც დგას ამ კანონპროექტის უკან, ეს არიან ადამიანები, ვინც არიან დაახლოებულები ტრამპთან, ადამიანები, რომლებსაც ვერანაირად შეერთებული შტატების კონტექსტში deep state-ს ვერ უწოდებ და აქედან გამომდინარე ეს არის ორპარტიული მხარდაჭერის მქონე დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც უჩვენებს ქართულ ოცნებას, რომ პირველი ფული არ არის ყოვლის შემძლე, ვიცით რომ ოცნებამ უზარმაზარი რესურსი ჩადო ლობისტური ჯგუფების დაქირავებაში შეერთებულ შტატებში, იმისთვის რომ ეს კანონი არ მიიღოთ და ზოგადად ურთიერთობები გადატვირთულიყო, ეს არ მოხდა. ვიცით რომ დავითაშვილს ჰქონდა მისია, რომ ეს კანონპროექტი და სხვა რაღაცები არ მომხდარიყო, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ხდება ამ კანონპროექტის დაჩქარება, ხდება მისი მიღება და შეერთებული შტატების პოზიცია უკვე ოფიციალური, აქ მეოთხე პუნქტი ამ დოკუმენტის არის, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ხდება ესა და ეს. ამ შეგვიძლია ჩაუღრმავდეთ. რა შეიძლება წინ გადაეღობოს ამას? შეიძლება შევხედოთ ასე, მე აი მაგალითად წინა ბლოკში ვსაუბრობდი, ეს არის მართლა ახალი სტრატეგიული ურთიერთობის დოკუმენტი. ჩვენ პირველი ომის მერე მოგვცა პრეზიდენტმა ბუშმა და მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისათვის და ეს არის ახალი დონე, ეს არ არის სადამშრალო დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტი მეგობრობის შესახებ პირველ რიგში, ხო? მათ შორის ასეც უნდა შევხედოთ და აი რა შეიძლება მას წინ გადაეღობოს, როგორ უყურებ ამას? სადამსჯელო პოტენციურად, აი პოტენციურად შევხედოთ.
ამერიკელები ცდილობენ რომ დაიჭერონ ბალანსი. ერთის მხრივ ქართულ სახელმწიფოს შორის რომლის მეგობრობა ნამდვილად უნდათ და ეს ჩანს ამ აქტში, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი პუნქტი არის საქართველოს მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. ან ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებით შეერთებული შტატების პოზიცია არ იცვლება, როგორც გვეხმარებოდნენ არაღიარების პოლიტიკაში და ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებში მიმდინარე პროცესების ნეგატიური პროცესების განეტრალებაში ასევე მოგვეხმარებიან. მაგრამ მეორეს მხრივ არის პრობლემა. ეს პრობლემა არის ქართული ოცნება, რეჟიმად გადაქცეული ხელისუფლება, რომელმაც სერიოზული კითხვის ნიშნები დაცვა არჩევნებთან დაკავშირებით და ეს აქაც ჩანს ძალიან ნათლად. დაახლოვდა ირანთან, რუსეთთან და ჩინეთთან, ეს საერთოდ არის გამოტანილი ამ დოკუმენტის პრეამბულაში და დოკუმენტს ოფიციალურად ქვია ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენების შეკავება საქართველოში. ანუ, როდესაც დოკუმენტს ასე არქმევენ, აქ უკვე ჩანს, რომ ჩვენ საუბრობთ არა ეროვნულ ხელისუფლებაზე საქართველოში, არამედ რეჟიმზე, რომელიც ცდილობს, რომ ყველანაირად ჩაგხსნას დასავლეთს და დაგვაახლოს ირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან. მე მახსენდება ჯერ უცნების წარმომადგენლები როგორ დასცინოდნენ ამ დოკუმენტს, როცა ინიცირდა და ჯო ვილსონს, ვინც ერთ-ერთი ავტორია ამ დოკუმენტის და მე მახსოვს ასევე ბევრი შინაზარდი იდიოტი, რომელიც ამ დოკუმენტს დასცინოდა, რომ და ჯო ვილსონს მათ შორის და ბევრს. მოდი აღწეროთ მათ შორის რა იცი, აი რა ადგილი უკავია ამ ხალხს ამერიკულ პოლიტიკურ ეთიკაში. ბევრს არ ესმის, ხო? აი ვინ არის ჯო ვილსონი თქვენ, ვინ არის სენატორი რიში? სენატორი რიში გახადეს სალანძღავში თქვა ქართული ოცნების წარმომადგენლები. როცა სენატორი რიში არის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მაგრამ მარტივად რო თქვა საგარეო ურთიერთობების თემები არ არსებობს გლობალურად გავიდეს რამე ისეთ თან მისი პარტიის წარმომადგენელი ზის ხო თეთრსახში რომ სენატორის საზრი არ კითხონ. მით უმეტეს ისეთ თემაზე რომელზეც მას აქვს პერსონალური კუთვნილება. რიშის საკმაოდ ახლო მეგობარი მარკო რუბიო არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. ანუ ესეც ძალიან კარგი ინდიკატორი არის, იმიტომ რომ რუბიო არ არის მაგა მოძრაობის გამოზრდილი ადამიანი. რუბიო არის ამერიკული ისტაბლიშმენტის წარმომადგენელი, რომელმაც კონგრესში გაატარა საკუთარი კარიერის უდიდესი ნაწილი. და თან მუშაობდა ზუსტად სწორედაც რომ საგარეო თემებზე და მისი უახლოესი პარტნიორები, კოლეგები იყვნენ რიში და შახინი. ანუ უშუალო კავშირი ადამიანთან, რომელიც წვეთს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას და კონგრესის წარმომადგენლებს შორის არსებობს. ესე იგი, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის შექმნასა და მის აღსრულებაში. ამიტომ ნებისმიერი დაცინვა და არ ვიცი რა სისულელეები, რაც ჩვენ გვესმოდა, ეს არის აი საბჭოთა მენტალიტეტის გამოვლინება. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში როგორ იყო, არსებობდა პარტია, არსებობდა რაღაცა უზარმაზარი ეს პარტიის ყრილობა, რომელიც არაფერს არ წყვეტდა. და რეალურად გაწყვეტილებებს იღებდა მხოლოდ KGB, გერეუ და ასე შემდეგ. დასავლეთში ეს სისტემა არის განსხვავებული იმ საბჭოთა მოდელისგან, რომელსაც შეჩვეული არის მათ შორის ბიზინა ივანიშვილი. გინდა საბჭოთა კავშირში, გინდა პოსტსაბჭოთა რუსეთში. იქ ეს ინსტიტუტები, აი ეს ქაღალზე და სახელმძღვანელოებში რაც ვკითხულობთ, ძალთა ბალანსი, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება, ყველაფერი არსებობს და მუშაობს. ამაში არის დასავლეთის სიძლიერე, რომ ტრამპიც კი, რომელსაც შეიძლება არ მოსწონდეს მოსამართლეები მაგალითად, მაგრამ იძულებული არის, რომ ამ მოსამართლეების გაწყვეტილებები აღასრულოს. მათ შორის ახლა ინტერვიუ იყო მის NBC-ს მისცა ინტერვიუ, სადაც მას ეკითხებია, რომ მესამე ვადის კენჭისყრაზე როცა მანდა, თქვა რომ არა, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას ზღუდავს ამას, ხო? მას აქვს სპეციფიკური ისიც შემოზღუდულია, ხო? აი შეკავებისა და ბალანსის სისტემა მას ზღუდავს და ეს არის ისკენ ჩვენ ვისწრაფვით საბოლოო ჯამში და ეს არის ის რაც ამ დოკუმენტის ნაწილია, რომ ეს გვჭირდება ჩვენ აქ თავისუფალი სასამართლო, პარლამენტი, რომელიც რეალურად წარმომადგენლობითია, უწყებები, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ ხალხს და ანგარიშვალდებულები არიან ხალხის წინაშე. მოდი ევროპულ პერსპექტივაზეც ვილაპარაკოთ ამ კუთხით. ერთია მეგობარი აქტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ჩვენ ამერიკას სხვა ადგილი უკავია ჩვენ უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩვენი ქვეყნის და მთელი რეგიონის, თუმცა ჩვენ ევროპასთან სპეციალური კავშირი გვაქვს, ხო? ჩვენ ვართ ასოცირებული წევრი ევროკავშირის, ჩვენ გვაქვს ვიზომნოსლოს, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ დროს ყველაზე გამწვავებული ურთიერთობები სწორედ არის ევროკავშირის მიმართულებით. როგორც ბრიუსელის დონეზე ევროკავშირის ბიუროკრატიის, ისე ცალკეული სახელმწიფოების, ხო? საფრანგეთის პრეზიდენტის ლანძღვა, გერმანიის ახალი ხელისუფლების ლანძღვა, ბრიტანეთის დანაშაულება, ძველისაც ბრიტანეთის დანაშაულება, რომ ის არის სინამდვილეში შეხა deep state-ი, ანუ ბრიტანეთს, საფრანგეთს და გერმანიას ვამბობთ, რომ ესენი ლანძღავთ უკანასკნელი სიტყვებით, ხო? პოლონეთს მიამატე. პოლონეთს აღმოსავლეთ მაგაც აღარაფერს აღარ ვამბობ, ხო?
აღმოსავლეთ ბალტიის სახელმწიფოებზე, ну, მეგობრები ყავს მხოლოდ უნგრეთში, რომლებიც ძალიანაც არ აქტიურობენ რეჟიმის ხარდასაჭერად. უნდა ვაღიაროთ, არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ არც უნგრეთისა და ოცნებისთვის ხარი დაეჭერა. მოდი ვილაპარაკოთ, აღწეროთ ეს პოლიტიკური რეალობა ევროპის გადმოსახედიდან ჩვენთან დაკავშირებით. ხო, პირველი, ეს დოკუმენტი, ანუ მეგობარი აქტი, პირდაპირ აი აქ არის დებულებები, რომლის მიხედვითაც შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის თანახმად და ასე შემდეგ. ანუ აქ წერია, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, არა ვიღაცა ერთი კონკრეტული კონგრესმენის ან საჯარო მოხელის, არამედ შეერთებული შტატების როგორც სახელმწიფოს პოლიტიკა არის საქართველოს დაუჭიროს მხარი, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში. შეიძლება ამას დრო დაჭირდეს, ბუნებრივია, მაგრამ შეერთებული შტატები ყველანაირად მოგვეხმარებიან. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს და ევროპელებთან ურთიერთობას. ქართულმა ოცნებამ გაიფუჭა ურთიერთობები ბრიუსელიდან დაწყებული, მე მგონი ლისაბონით დამთავრებული. ყველა ევროპის დედაქალაქში თავად ქართული ოცნება აღიარებს ამას, ელჩებმა უბრალოდ არ იციან რა გააკეთონ. აღარავინ აღარ ხვდება მათ და საერთოდ საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციაზე არის ფაქტობრივად გაჩერებული. დავიწყოთ გერმანიით. გერმანიასთან ქართულ ოცნებას ჰქონდა საუკეთესო ურთიერთობები. იმის გამო, რომ ოცნება იყო სოციალისტური კავშირის წევრი და გერმანიაში იყო შოლცის სოციალისტური პარტია ხელმძღვანელობაში, გერმანელ სოციალისტებსა და ქართველ ჭყალებში სოციალისტებს შორის ქართული ოცნების სახით იყო უახლოესი ურთიერთობა და გერმანიამ ყველაფერი გააკეთა ოცნების დასახმარებლად. რით გადაუხადა ოცნებამ? დატოვა სოციალისტური კავშირი მათ გარიცხვამდე ერთი დღით ადრე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ შოლცის მთავრობას ექნებოდა რამე დადებითი დამოკიდებულება ქართული ოცნებისადმი ზედმეტი არის. რაც შეეხება მერცი არის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, გაცილებით უფრო ხისტი პოლიტიკოსი, ფაქტობრივად ერთხელ აი ეს მახსენდება, ხშირად მიყვარს ამის გახსენება. ყოველხიზამ თქვა, რომ გერმანიას ვერ ცნობს. სიმართლე არის, გერმანია ძალიან შეიცვალა იმ დროსთან შედარებით, როდესაც პაპუაშვილი, კობახიძე, ანდრიო ხანაშვილი და სხვები იქ სწავლობდნენ. კარდინალურად შეიცვალა. თუ მაშინ ეს იყო მერკელის და შროედერის გერმანია, რომელიც რუსეთთან დაალაგებაზე ფიქრობდა და ომმა შეცვალა აბსოლუტურად. ომმა კარდინალურად შეცვალა. ხო, დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, გიორგი, ამ ევროპასთან დაკავშირებით რო შევკრათ, რა? არც ისე სხვა შორის. სატელევიზიო დროისთვის არ არის ცოტა. რამე სხვა დამადით 30 წამი და შეგვიძლია დავასრულოთ. იგივე ხდება პარიზში, იგივე ხდება ლონდონში. ლონდონი ძალიან დადებითად არის განწყობილი საქართველოსადმი, იმიტომ რომ მათ გეოპოლიტიკური მიზეზები აქვთ ამისი და ესმით აქ რა ხდება, მაგრამ ქართული ოცნება ყველანაირად აფუჭებს ამ ურთიერთობებს.